გამოიწეროთ არის. იყო ერთი ღარიბი გლეხი. მას ოქროთოთრიანი ბიტი ავდა. ამით ნამდვილ სახლი კი ერქვა, მაგრამ ყველა კოკროტინა შეჯახდა. ერთ დღეს მამა ანაში ავიდა ჩამურჩავდა. კოკროტინა მითხრა, მეც წამიყვანე რა. შვილო, იქ ალი არ არის, გუწყურდება. აროზე მარტო ვერ წახვალ და ტყუილად დროს დამაკარგინებო. არ მომწყურდებაო. რა ეკნა მამას წაიყვანა. მამა ყანაში მუშაობდა. კოკროტინა ის პირად დასეინობდა. ძალიან დასცხა, მოჭკურდა. ითმინა და ბოლოს მამას უთხრა. მამა წარი მჭკურიაო. რა უნდა ეკნა მამას. ამაიღო რგვალი ჭადი ჩანთიდან და შვილს უთხრა. ამ ჭადს მინდორში გავაგორებ. შენ გაეკიდე, სადაც გაჩერდება. წყაროც იქ იქნებაო. წყარს რა დადევ, ახლა არა იხედო. უთვა დალიე წყალი და გამოიქეჩიო. მიგორა ჭადი მინდორში, მისდევს კოკროტინა. ჭადი წყაროსთან გაჩერდა. ბიჭმა წყალი დალია, მაგრამ აინტერესებდა. რა ხდება მაღლაო? აიხადა და რაც ხედავს. ვაშლის ხის დგას ულამაზესი წითელი ვაშლებით. კოკროტინა აჯრა ხეზე, დაკრიფა ვაშლი და ამა დაიჭყო. სადიყო და სადარა ვაშლის ჯირას ბოროტი დედაბერი გამოვდა. შვილო, ერთი ვაშლი ჩამომიგდეო. კოკროტინამ ჩამოუგდო ვაშლი. დედაბერმა მაიღო ვაშლი, უცბად შეჭამა და კოკროტინს დაუჯახა. ტალახში ჩამივარდა ვაშლი, და ჩამომიგდა კიდევო. კოკროტინამ ისევ ჩამოუგდო. დედაბერმა მოატყუა. ტალახში ჩამივარდა. მოდი ტოტი ჩამომიჭიე და მე თვითონ დავკრეფო. კოკროტინა ტოტს ფეხი დააბიდა. დედაბერმა ქვემოდან დაკაჩა. კოკროტინას ხელის აჩა და ტომარაში ჩააგდო. ტომარა ზურგზე მოიკიდა და წავიდა. კოკროტინა ტომარაში ზის. შიშისგან გული გაუსკდა. დედაბერი გზაში დაიღალა. ტომარა მოიხსნა და გზაზე დადო. კოკროტინამ ბევრი იჭვალა. ტომორიდან ამოხდა. ტომარაში ქვები ჩაყარა. თვითონ გაიქცა და მისდევ ვაშლის ხეზე აჭრა. დაბრუნა დედაბერი, მოკიდა ტომარას ხალი და სახლში წაიღო. ქოს რომ მიუახლოვდა, დაიჯახა. ქალო, გამოდი გარეთ. ოქროს ქოთრიანი ბიჭი მოგიყვანეო. ხოხიდან ამოვიდა ალქაჯი. გამოიტანა ქვაბი, მაგრამ მეშულიდან ქვები გადმოიყარა. მთელი ქვაბი ქვით გაივსო. დაბრაზდა დედაბერი. გაიქცა ისე ვაშლის ხისკენ და კოკროტინას ეუბნება. ფილო, დაგეგუმბრე. კიდევ ჩამომიჭიე, კიდევ ტოტი. შიეს ნუ დამტოვებო. კოკროტინამ აღარ დაუჯერა. მაგრამ დედაბერი ისე ეხვეჭა. მაინც დაუჭია ტოტი. დედაბერმა სტაჩა ხელი, ჩააგდო ტომარაში და ქოხისკენ გაიქცა. ალქაჯს უთხრა, ეს ბიჭი დაკალი და მომიხარშეო. კოკროტინამ გაიგონა დედაბრინათმა და დედაბერი რო წავიდა. ალქაჯს უთხრა, ამდან ისთვის ლესავო. ალქაჯმა გაუღიმა. კოკროტინმა იცოდა, ითვისაც ჭირდებოდა.
და უთხრა მომეთი ეს დანა დალესოში მოგეხმარებიო ალქაძმამ დანა მიშთა კოკროჭინამ დანა დაიქრია და ალქად თავი აწალა კუდიამ დედაბერს ერთი შავი კატა ყავდა სანამ ის ცოცხალი იქნებოდა დედაბერს არაფერი დაემართებოდა ამ კატამ აწეხდა ბნავი ატა კოკროჭინამ აძუღებულ ქვაბში ჩააგდო თვითონ კი აჯრა და სახლის სახურავს დაიმატა დაბრუნა დედაბერი ჩაიხედა ქვაბში და ქვაბშია ხორცი მოხარშული იფიქრა ჩემმა აქალთმა კოკროჭინა მომიხარშა ამოიღო ხორცი და დაიწყო ჭამა კოკროჭინამ სახურავიდან ვერი გადმოაყარა დედაბერს თაგვიეკო თხილად იყავი თაგუნია თორე შენ შეგჭამო კოკროჭინამ კიდევ გადმოაყარა მტვერი ეხლა უკვე კატა ეგონა თხილას ფისუნია თორე შენ შეგჭამო მერე მახლა აიხედა და სახურავზე კოკროჭინა გაიყო დამჭარდა დაბრასდა ვეღარ გაიგოს რა გააკეთოს ვალოს ისე ბილად უთხრა კოკროჭინა ჰილო მან როგორ ახვეჯიო როგორ და გამახურე დიდი ტაფაო ზედ დაუდეხი და ამოხდიო დედაბერი ეცა ტაფას დადგა თეთრზე და ზედ დაჯდა რა თქმა უნდა სახურავზე ვერ ავიდა ტრაკოკი დაეჭვა კოკროჭინა მოკდა შიჩილი თიმაცი მითხარი როგორ ახვედიო თონეში დიდი თეთრი დავანთეო გადავაფარე შხალიჩა ზედ დავახტი და სახურავზე ამოხტიო დედაბერი თონესთან მივიდა დაანთვა დიდი თეთრი გადავაფარა ხალიჩა და ზემოდან დაახტა რა თქმა უნდა თეთრი დაიჭვა კოკროჭინა ჩამოვიდა ძირ და მამასთან დაიჭრა მას შემდეგ მამას ყოველთვის უჭერე ეს ლაპარით დამჩავდა კარგად ბავშვებო ხოთ გამოიწეროთ